გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მოგესალმებით. თქვენს წინაშე ვიქნებით დღეს ჩვენ გეგა ხვედელიძე და ბექა თაუბერი კაპანაძე. დაახლოებით 45-50 წუთის განმავლობაში. იცით, იმდენად გაიზარდა გეგა ტემპერატურა. მე არ ვამბობ კლიმატურ ცვლილებებს. კლიმატურ ცვლილებებს მართლა გადაასწრო შიდა პოლიტიკურმა დუღილმა და გაცილებით მეტად დასცხა, მინდა ვთქვა, რასაც ჩვენი პატივცემული ტელემაყურებელი და ჩვენი საზოგადოება პირუთვნელად აფასებს, რა თქმა უნდა. მე საუბარი მაქვს პატივცემულებო თქვენზე, რომელთაც შეფასება არასდროს გაგჭირვებიათ, ობიექტურობის განცდა, სახელების დარქმევა და თეთრისა და შავის დიფერენცირება, ყალბისა და მართალის დიფერენცირება, რომ არასდროს გაგჭირვებიათ, აი ასეთ საზოგადოებას მივმართავდით თავისთავად და აწიც ესე იქნება. თუმცა ჩვენი მოყვასია, ჩემო კარგო, ყველა ის ადამიანი, რომელთაც აღქმა უჭირთ, რომელთაც შემეცნება უჭირთ საკითხებისა და აქ არის კიდევ მრავალი мотиваცია, რადგან მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, როცა ის მას კომფორტის და კონფორმიზმის სულის ძლევს და სჯაბნის, მისი ნიჭიერება ნიველირებულია, საერთოდ აღარაფერს აღარ წარმოადგენს და ასეთებიც მრავლად არიან სამწუხაროდ და ამის საილუსტრაციოდ ფაქტის სახეზეა. ყოველთვის ჩვენი დიდი კაცის ზვიად გამსახურდია შემდგომ ყოველთვის მართული ხელისუფლებები მივიღეთ ჩვენ სათავეში. დიახ, მე გავიხსენებ გეგას უყვარს ხოლმე ასეთი გახსენებები, სერბი ველიმიროვიჩი, წმინდა მამა და ასევე მამა პაისი არაერთი სხვათა შორის ბრძანებდნენ, რომ როცა პიროვნება სწოდავს ღვთის წინაშე, ის თავის ცოდვაზე აუცილებლად აგებს პასუხს თავისთავად. და როცა ერის სწოდავს ღვთის წინაშე და ის უღმერთო ხელისუფალს რაღაც ხიბლში შესულს და თვითონაც რომ იხიბლება მისი ფულებით, მისი შესაძლებლობებით. აი, ასეთ არაქრისტიანულ ხელისუფალს რომ დაასვავს ქვეყანას თავზე, შემდეგ უკვე ერი ისჯება და ერი იწურთნება. ღვთის განგებულება კი დიდია, მას იოლად ვერ ჩაწვდები, ის ზოგჯერ წყალობით გწვრთნის, ზოგჯერ დასჯით და მისი მოწყალება რომ განუზომლად დიდია, ფაქტის სახეზეა. რამე თუ დღეს კიდევ არსებობთ, ჩვენი ქვეყანა დღეს კიდევ ცდილობს, ასე ვთქვათ, გადალახოს რუბიკონი და მრავალ მტკივნეულ საკითხს ისე მოუაროს, როგორც მისი, როგორც ჩვენი ღირსეული წინაპარი იქცეოდა. დღევანდელებს რაც შეეხება ესენი სამწუხაროდ, ჩვენ და ყველა სამწუხაროდ საერთოდ გასულნი არიან ყველანაირი ზონიდან, არ ვიცი რა დავარქვა, მომსახურეობის ალბათ, რადგან ეს ადამიანები საკუთარ თავს ემსახურებიან სამწუხაროდ და ეს ქვეყნის არსამსახური და საკუთარ თავებზე მომსახურეობამ თუ რა, ასე ვთქვათ, მიჯნაზე მოიყვანა ჩვენი დღევანდელი რეალობა, ჩვენი ქვეყანა ამას ძალიან კარგად გამადიდებელის გარეშე ამჩნევს ჩვენი საზოგადოება. არა მხოლოდ შიგნით, არამედ გარედანაც საოცრად ძალიან კარგად ჩანს. ყველა შეპირება, რაც კი შესთავაზეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, დღევანდელებმა, რა თქმა უნდა, ყველა პირობა დარღვეულია, მინდა გითხრათ, აბსოლუტურად ყველა პირობა დარღვეულია. ქვეყნის გაერთიანება იყო ერთ-ერთი გაგემახსოვრება გეგა. ქვეყნის გაერთიანება იყო ერთ-ერთი ხერხემალი თემა მათთვის. იცით, ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და არა მხოლოდ ჩვენი ღვთივკურთხეული მონარქების, ჩვენი ასე ვთქვათ, მთავრობების და ხელისუფლებების, ვინც კი ეროვნულად
აცნობიერებდა, ეროვნულად პოზიციონირებდა და ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავს ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს მართლაც ყოველთვის ხერხემალი თემა იყო. ჩვენი წმინდა მიწა არ არის მხოლოდ თბილისი. ღვთისმშობლის კურთხეული მიწა არ არის თბილისი, რუსთავი, ბათუმი. ყველგან, სადაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ძირძველი ერი მკვიდრობს, ის ყველა და ჩვენს იურისდიქციას და საერთოდ ჩვენს ავტოთქონურ, ასე ვთქვათ, კონტექსტში და ასე მთლიანობაში მოიაზრება თითოეული გოჯი ჩვენი წმინდა მიწისა, ის ყველა ღვთისმშობლის კურთხეულია, ღვთისმშობლის წილხვედრია. ასე რომ მათ არამხოლოდ პირობა დაარღვიეს ქვეყნის გაერთიანების შესახებ, რომელ გაერთიანებაზეა საუბარი, აგერ წმინდა დავითგარეჯის კომპლექსი, სადაც, რა თქმა უნდა, ეს უწმინდესი ადგილი, ერთ-ერთი უდიდესი ადგილი 6000 გარეჯელთან ამოღვაწარი, მათი წმინდა სისხლით მორწყული და ერთგვარი მეორე იერუსალიმით შეიძლება ასე ითქვას, ხო? მცხეთასთან ერთად თავისთავად. ვის ჩააბარეს? სად წაიღეს? ისმება კითხვა, სააკაშვილის რენეგატულ პოლიტიკას არ აგრძელებენ ესენი, გნებავთ კონკრეტულად დავით გარეჯის მიმართებით? დიახ, ბატონებო. აქ არ არის უტრირება, კიდევ რბილად ვამბობ. აგრძელებენ რომელია? დავით გარეჯი აბსოლუტურად აღარ ავისახსოვს და არა მხოლოდ დავით გარეჯი. რომ არაფერი ვთქვათ, ეხლა მათ შეპირებებზე ღირსებით მავალნი იყვნენ ესენი ევროპისკენ, ევროპა თვითონ არ გღებულობთ. კარს როგორ უნგრევთ, კაცო, სტუმარი კარს ვერ შემოგინგრევს თუ კარი არ გაუღე. გავანებოთ თავი, რომ ჩვენ ძირძველი ევროპელები, ასე ვთქვათ, ევროპა სად იყო მაშინ, როცა ჩვენი ერის ცივილიზაცია პიკს უახლოვდებოდა და დიდი სტეპის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ვერასდროს ვერ მოვიდოდნენ ჩვენთან, ხო? ხარისხით, შედარებით. თუმცა ეს არ იყო ის პრივილეგია, რომელიც ქართველ ერს გაამპარტავნებდა და ზემოდან გადაახედინებდა გარემომცველი სამყაროს მიმართ. ჩვენ ჰეგემონებიც გახლდით, იყო პერიოდი ჩვენი ოქროს ხანის, წინარე ხანის პერიოდში, როცა არა მხოლოდ ჯვაროსნები, საერთოდ დიდი იმედის თვალით შეჰყურებდნენ ჩვენ ღვთივკურთხეულ მონარქებს, საერთოდ ქართველ ერს, როგორც ქრისტეს მხედარს, როგორც მებრძოლს სამშობლოსათვის და ქრისტესთვის თავდადებულს, ასეთ ხნე მეომრებს, მთელი მსოფლიო, ვინც კი აფარებული მაპატიეთ უტრირებისათვის არ დაარბოდნენ წაღმა უკუღმა, ყველა უყურებდა დიდი იმედის თვალით და ეს ჩვენ ბოროტად არასდროს გამოგვიყენებია აბსოლუტურად, რადგან ტოლერანტობა ჩვენ ჰაერიდან არ ჩამოგვარდნია. ეს წმინდა ქრისტიანული მორალისა და ასე ვთქვათ შინაარსის უმთავრესი ერთ-ერთი ნაწილია. თუმცა კი სიბრიყვემდეა დღეს მისული ბევრი რამ და ამას ვერ დავარქვენ ტოლერანტობას, რამე თუ მიგრაციული ვაკხანალია, ძალზე დიდი ცუნამივითაა ჩვენს ქართულ რეალობაში. ენა მამული სარწმუნოება კიდევ, რა ვიცი, რა გითხრათ, აი ძალიან მრავალი ესეთი ფარისევლური თემები ჰქონდათ წინ წამოწეული. იცით, კობახიძის სიტყვა კონკრეტულად გავახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენო პარლამენტშიცო და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეც დაგვჭირდა ისე, რომ აგენტურა უნდა დაგვესაქმებინაო და დაასაქმეს კიდევაც. ანუ აგენტურა დანიშნეს და მიიღეს მათ როგორც პარლამენტში დაუშვეს ესეთი რამ და თავიანთი მეცადინეობით არა მხოლოდ დაუშვეს და პრემიერის რანგშიც. მეგობრებო, აი თქვენ გეკითხებით, ყველას აბსოლუტურად აქ ვინ ვისი მხარდამჭერია, როგორ არის, რანა შემეცნების უნარი ხო არ დაგვიკარგავს, კაცო. ეს ფაქტი კონკრეტულად, ეხლა კობახიძე ძალიან მრავალ მარგალიტებს აბნევს ხოლმე ბჭყალებში და არა მხოლოდ კობახიძე.
აი ეს ფაქტი რომ მათ აგენტურა პირდაპირ ასე ვთქვათ თავიანთი სიტყვით ხო ეს ციტირებაა ლამის ხო ჩემგან რაც მოიმოქმედებს რომ აგენტურას დაუთმეს პრემიერ-მინისტრის სავარძელი და ბერკეტები კი ბატონო ეს deep state ეგრეთ წოდებული უკვე სარკასტულიც აღარ არის სარკაზმიც აღარ ძალიან დიდი ცინიკურია უბედურებაა მათ თავზე უკვე თავიანთ თავს აპამპულავებენ დიახ უკვე ვის აპამპულავებენ სხვას თავიანთ თავს აბიტურებენ რა deep state კაცო საადახად საერთოდ გავანებოთ ამ deep state-ს თავი იცით ეს ყველაფერი რაც ახლა კობახიძის სიტყვაში იყო და რაც რეალურად აღასრულეს აი ამ თანამედროვე პოლიტიკის ვუნდერკინდებმა ეს არ არის ღალატი კითხვა მეგობრებო ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული საკუთარი ერის მიმართ რა გითხრათ ბევრი შემოთავაზება გააკეთა ეროვნულმა ერთობამ და კვლავ ამპლუაში ვართ ჩვენ დიახ ბატონი დავითი ქალბატონი ირმა საერთოდ მთელი ჩვენი პოლიტიკური ერთობა 2020 წლის აუდიო გამოკითხვების კუთხით მე რამდენეს გზის მიიღეთ ჩვენგან შემოთავაზება რომ ეს არის სწორედაც ის პროექტი რომელიც ამ დიდ პოლარიზაციას განმუხტავს და გამაერთიანებელი იქნება სრული ილუსტრაცია იქნება აი დემონსტრირება იქნება იმისა თუ ვის რა როგორ რა ავტორიტეტი აქვს მხარდამჭერი ყავს არა ყავს და ასე შემდეგ აქ ხომ თანამონაწილეობას ასე ვთქვათ თავაზობთ ჩვენ ყველა სტრუქტურას აბსოლუტურად დაწყებული ოფიციოზიდან დამთავრებული რა თქმა უნდა საერთაშორისო სტრუქტურებით და იგნორია მხოლოდ თქვენგან მეგობრებო იგნორია მხოლოდ აი ამ აუდიო გაუყალბებელ გამოკითხვებზე რომლის პრეცედენტი 2020 წელს 900,000 გაუყალბებელი მართლა ამ გამოკითხვით არა და მილიონზე მეტი იყო ეს მაგრამ 900,000 ხარვეზის გარეშე გადმოგეცათ თქვენ გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესებულ პირებს დიახ თუ რა ამინდი იყო პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში თუმც კი თქვენ გაყალბებას წინ ვერაფერი ვერ უდგებოდა ხოლმე ძალზე კარგად გვახსოვს ჯარის შეყვანაც კი დაგჭირდათ იქ საგარე იერმუღალო საერთოდ კახეთის ერთ-ერთ რეგიონში სადაც ირმან ინაშვილი უპირობოდ ლიდერობდა და თქვენთან ტანდემში მყოფი თინა ხიდაშელი და თქვენი მინისტრი მაშინ თავდაცვის მინისტრი გახლდათ და ჯარი შეიყვანა რომ როგორმე პატრიოტთა ალიანსის ეს მართლა შეუბღალავი და მართლაც ისეთი ღია ეროვნული მართლა მებრძოლი და ქალბატონი რომელიც სადაც თავისი განულილით დაუდასტურებია და დაუმტკიცებია ქვეყნის სიყვარული პატრიოტიზმი როგორმე არ შესულიყო პარლამენტში დიახ ასევე გთავაზობთ თქვენ 1921 წლის კონსტიტუციით იქ 52 მუხლეა და იქ ქვია ერის ხელმწიფობის აქტი ჩვენ რომ თქვათ ახლა ეგრეთ წოდება თანამედროვეც მემორანდუმი ასე თქვათ ფორმულირება რატომ არ უნდა გაიწეროს რატომ არ უნდა კანონად იქცეს და კონსტიტუციურ ნორმატივად რატომ არ გსურთ ჩამოაყალიბოთ როცა რეფერენდუმი ასევე პოლარიზაციას გამორიცხავს დღეს ხომ ხელოვნურად გეგა პოლარიზაციაა ქვეყანაში დღეს კონკრეტულად ეხლა საუცხოოდ იციან რომ თავიანთი მხარდამჭერების რიცხვი საკმაოდ შეცოტავდა ეხლა ამას ბექა არ ამბობს ძალიან კარგად იცის თქვენს პატივცემულო მეუცნებეებო რამდენი კითხვის ნიშანი გაქვთ და როგორი ანტაგონიზმი ჯერჯერობით ნაწილში ფარული ნაწილში აშკარა ხო აი ამათი საგმირო საქმეების შემყურენი აი როგორ პოზიციებს იკავებთ ხო და გაცილებით დიდი თანხების სჭირდება თუნდაც თავიანთი მხარდამჭერების შენარჩუნებისათვის აი ამ დაანონსებულ არჩევნებისათვის ხო რაც გვიახლოვდება და მე არ ვიცი ამ არჩევნებამდე
როგორ მივალთ საერთოდ რა იქნება, როგორ იქნება. კონკრეტულად მუხრანი ამბობდა გეგა პოლარიზაციაზე გამახსენდა, ხო ეს როცა ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებისათვის. საზოგადოებების მიმართ აქ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება არ განელებულა, მათი ინტელექტი არ მინავლებულა. აქ არის დიდი გასაჭირი, მაგრამ აბა გაიხსენეთ სოციალური თემატიკით გამოსულა როდესმე ქართველი. ქართველს როცა ღირსებას შეულახავენ და ღირსება აი სულში ჩააფურთხებენ, აი მაშინ გამოდის. მაშინ ხდება ერთსულოვნება. დიახ, და აი მაშინ ზურებიან სოროშიც ვირთხები. ამას ისტორია მეტყველებს და არაერთ გზის. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ აი მუხრანის სიტყვა გამახსენდა, დღევანდელობა საოცრად შეეფერება. ერთ სტროფს ვიტყვი მხოლოდ ეს სამი სტროფია და არ აქვს მნიშვნელობა სამივეს თქმას ახლა. ზიზღის ანთია, ჭიაკოკონა, გამჭვარტლულია მისგან ცარგვალი. საქართველო ახლა როგორიც მე საქართველო არ მსურს ამგვარი. ჭეშმარიტად ვის გვსურს ამგვარი საქართველო ჩვენ? ჩვენ მართლმადიდებელ, აღსარებელ, მაზიარებელ ერს და პოლიტიკურ ერთობას დიდი გულის ტკივილი გვაქვს იმ ადამიანების მიმართაც, რომელნიც ჩვენი მოყვასნი ბრძანდებიან, მაგრამ რაღაცებზე დახარბებულნი 30 ვერცხს თუ ასე შემდეგ ზოგ შემეცნება აკლია. ეს ჩვენი ტკივილია, მეგობრებო, ჩვენი თანამემამულეა. ისე კი არა თქვენ რომ ხელისუფლობთ თქვენი მხარდამჭერების მიმართ მხოლოდ. თქვენ რომ ხელისუფლება გქვიათ მხოლოდ თქვენი მხარდამჭერებისათვის და მათ ითვალისწინებთ. არა ბატონებო, ვიმეორებ. ხელისუფლება უნდა აერთიანებდეს, უნდა კრებდეს და არა ასე პოლარიზებდეს თავისი ლექსიკით, თავისი საქციელით, თავისი ყოველდღიურობით. ჩემო გიგა ჩვენ არაერთი ქარტეხილები გადაგვიტანია, როგორც სააკაშვილის მიმართებით ის უხსენებელი რეჟიმია, მაპატიეთ რომ სუფრასთან წარმოვთქვი და რა თქმა უნდა არანაკლებ უხსენებლები ხდებიან ესენი ყოველდღიურად, ყოველი ნაბიჯით, რამე თუ საზოგადოებისას, ქართველი ერისას, სახელმწიფოებრივს არაფერს ითვალისწინებს და არის ზალზედ ისეთი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ ძირს გამომთხრელი რომ შეიძლება გახდეს ქვეყნისათვის ახლო მომავალში, ნაწილი უკვე გახდა. აი როგორ შეიძლება რომ იმაზრს გავაგზელებთ გეგა რომ აი როგორ შეიძლება ამ დღევანდელებსაც ჩვენ ასე ვთქვათ აი დღევანდელებთანაც ჩვენ რაღაც საამური ურთიერთობა გვახსოვდეს. რამე თუ არ გქონია, გვაკავებდნენ, გვიჭერდნენ, აი აუცილებლად უნდა ჩატარდეს LGBT პარადი, ატარებინებდნენ. იქ მამებს ჩვენ სასულიერო პირებს მე გავიხსენებ ძალიან კარგად. პანჩურებით გამომასპინძლდნენ ლისზე, რა ლისი არ არის წმინდა მიწა? თუ თბილისი რუსთაველია მხოლოდ. და იქაც შეძლეს, ხო? ნუ თავის დაკავებებით და ასე შემდეგ, მე გვახსოვს როგორ დაგვდებდნენ. ეხლა სულ ეხლა ხანს კაცო ხო ამბობენ გაკონსერვატორზე, ჯერ კონსერვატიზმის მნიშვნელობა მათ არ იციან, გულწრფელად ვიტყვი, მათ არ იციან. და თუ იციან კიდევაც ვერც ესაა ვარსკვლავების მოწყვეტა და ამ თემაზე ჩვენ არაერთ გზის გვითქვამს, ეხლა აღარ შევჩერდები, გრადაცია, განვითარება ეს ტრადიციაა, მხოლოდ და მხოლოდ. ასე რომ და მე გვახსოვს ხომ იქ მოედანზე განვითარებული ზეიმები, მოედანზე განვითარებული რუსთაველის პარლამენტის წინ განვითარებული ზეიმი, ხომ გვახსოვს იქ ლისზე მამებს ავიწროვებდნენ, მუჯლუგუნებით ზოგს პანჩური ამოარტყეს და აქ რუსთაველზე ზეიმებს მართავდნენ. და მობილიზებული იყო საჯარო, ასე ვთქვათ, მომსახურეთა რესურსი მთლიანად, სახელმწიფო რესურსი და სამწუხაროდ იქ რა გითხრათ, აბა შეუგნებლად, ზოგნი ალბათ გზასაცდენილად, ზოგნი შეგნებულად, რამე თუ ხელისუფლების ხომალდიში ჯდომა, ნავში ჯდომა, კონფორმიზმის ასე ვთქვათ, დიდი გამოვლინებები არ კლებია ნაწილს
და ასე შემდეგ, ესეც გულის ტკივილითაა გამოთქმული. და იმ კონტექსტს გავაგრძელებ ჩვენ მათ წინაშეც, ახლა დღევანდელების წინაშეც არაერთი, ასე ვთქვათ, ქონია არაერთი გამოსვლა, კრიტიკა, მათგან მხოლოდ და მხოლოდ სიხისტე ყოფილა და გაუთვალისწინებლობა, რამაც დღევანდელ დღემდე მოიყვანა ეს ადამიანები. მათ ლევან ჩაჩუვასი რომ გაეთვალისწინებიათ ასევე მრავალი შეგონება, დღეს გაცილებით უკეთესად იქნება სახელმწიფოს საქმე და რა თქმა უნდა მათიც ვიცი რომ არაერთი გაქვს სათქმელი და დიდი ყურადღებით მოგისმენ. ბრძანეთ. მშვიდობას გისურვებთ ყველას, მოგესალმებით. მოგცეს ყველას ჩვენი ერთს, ჩვენ სამშობლოს. ათელი მონება და გააზრება იმისა, პირველ რიგში გულისხმობ ყოთ რაში მოკვლით, რა არის პრობლემა, რა არის დიაგნოზი, რაც არაერთხელ მირხომზე ხშირად მცირდება. მიკროფონი ჩართე. მოგესალმებით, ბოდიშს ვიხდი, მიკროფონის პრობლემა იყო, შენდობას ვთხოვ. მოგესალმებით ყველას და მშვიდობას გისურვებთ, წყალობას გისურვებთ, მადლობს და კურთხევას. ეხლა მე ძალიან მიჭირს ზოგადად ქართულ ხალხზე არ მიყვარს უფრო სწორად და არ მსიამოვნებს, ესე იგი დამონათების ტონით და არ მსიამოვნებს ხოლმე ესეთი ტონით საუბარი, რომ ვიღაცას ჭკუა ვარიგო მაღალი ტრიბუნიდან სხვაში მაღიზიანებს ეს დამონათების ტონით და ჭკუის დამრიგებლური სიტყვა პასუხით ველაპარაკო ადამიანებს ჩვენ საზოგადოებას, მაგრამ არ შემიძლია მაინც რომ არ ვთქვა და არ შემიძლია რომ აი ეს პრობლემა რაშიც ახლა დღეს ჩვენ ვიმყოფებით რომ ხაზგასმით არ აღვნიშნო. მე ყოველდღიურად ვადევნებ თვალყურს სოციალურ ქსელებში ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ ცხოვრებაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ადამიანებთან ურთიერთობა და მუდმივად მოდის აი ეს პოზიციები, რაზეც წეგან ბექამი საუბრა და მე მის მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს თურმე გაკონსერვატორდნენ, თურმე გაეროვნულდნენ და ჩვენ ხელს ვუშლით, ესე იგი და ჩვენი რაღაც პირადი მიზნებიდან და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ვეწინააღმდეგებით ამ არსებულ ხელისუფლებას, ამ არსებულ რეჟიმს და ამავდროულად ჩვენ ის ტენდენციაც იკვეთება უკვე და სამწუხაროდ მორწმუნე საზოგადოებაში, რომ აი ნაციონალურ მოძრაობასთან, ამ ლიბერალურ ფლანგთან, ამ ლიბერალურ ჯგუფებთან გაიგივება რაღაც იდენტიფიცირებების მცდელობებია, რომ თითქოს და თურმე, ესე იგი, რადგან ჩვენ ვეწინააღმდეგებით მართველი გუნდისა და ელიტის ანტიქართულ და ანტიეროვნულ და ანტისახალხო მოქმედებებსა და გამოვლინებებს, ამის გამო ისინი ჩვენ გვიწოდებენ რაღაცა ესეთი სიტყვებია, რომ ძალიან ემსგავსებით ნაცებს დღითი დღე და ასეთი რაღაცებს. ეს არის დაუშვებელი დამოკიდებულება და პირველ რიგში ეს არის ცილის მწამებლური დამოკიდებულება. წმინდა ანტონი დიდი ამბობს, რომ მრავალი ცოდვა არსებობს და ღმერთი ცოდვებისადმი არის გულმოწყალე და შენდობი და მიმტევებელი, როდესაც ადამიანს გააჩნია სინანულის გრძნობა, როდესაც ადამიანი ინანიებს. მაგრამ როდესაც არის ცილის მწამებელი ადამიანი, რომელიც ადამიანს ცილს სწამებს, ეს ცოდვა ძნელად შეენდობა კაცს, ამის გამო ისჯება ბერძნული სიტყვია დიავოლუს, რომელსაც ეწოდება სატანას, ეშმაკს, მომდინარეობს ცილის მწამებლისგან, არო ეშმაკის სიტყვა, ეშმაკის სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა ცილის მწამებლისაგან და როდესაც ადამიანს სწამებს ცილს, ის ემსგავსება და უნათესავდება ეშმაკს და ეშმაკთან დანათესავებული და დამსგავსებული ადამიანი ამ ქვეყნიურ ცხოვრებაშივე ძალიან მწარედ ისჯება. ეს ასეა და ზოგადად ცილის წამების ცოდვას ახასიათებს დიდი განსაცდელები და სასჯელები. მე მინდა ყველა დაგლოცოთ, ვინც ასე იქცევით, გაკურთხოთ და ღმერთმა შეგაზრებინოთ, რომ ეს ცოდვა შეინანოთ და ძლიოთ ამას. და აი ჩვენ მიმართ გამოვლენილი ცილის წამება არის, როდესაც გვაიგივებთ აი ამ ავაცახსენებელ ბოროტებასთან, იმ რეჟიმთან, სააკაშვილის და მის ირგვლივ არსებულ ანტიქართულ პირდაპირ სატანურ სისტემასთან ეს დიდი შეურაცხყოფაა ჩვენი და დიდი ცილის წამება, როდესაც ცდილობთ ჩვენს მათთან გაიგივებას იმის გამო, რომ ჩვენ ვაკრიტიკებთ და ვამხელთ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და იმ ძალას, იმ რეჟიმს, რომელიც დღეს მოქმედებს აბსოლუტურად ანტიქართულად, ანტისახალხოდ, ანტიეროვნულად და რომელიც ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. დიახ, ქართულ სახელმწიფოებრიობას დღითი დღე ანგრევს, ანადგურებს და ძირს უთხრის
ქართულ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი, მისი პოლიტიკური ელიტა. ეს არის აქსიომა და ჭეშმარიტება. ეს ვიღაცას მოსწონს თუ არა, ფაქტები ცხადყოფს და ფაქტები მეტყველებს იმაზე, რასაც მე ვლაპარაკობ. იმისათვის რომ დაიძლიოს საქართველოში არსებული პოლარიზაცია და დაპირისპირება, იმისათვის რომ დაიძლიოს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გამწვავება და კრიზისი, ჩვენ მიგვაჩნია რომ აუცილებელია გაჟღერდეს და გამოვლინდეს ხალხის ხმა. ანუ კაცობრიობისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, პირველ რიგში ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, რომ ერთმანეთს ხმა გავაგოროთ და შემდეგ მთელი მსოფლიოს წინაშე ვთქვათ, რა არის ჩვენი ნება, როგორც ერის ნება, რა გვსურს ჩვენ, როგორი სახელმწიფო გვსურს, როგორი ქვეყანა გვსურს, როგორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა გვსურს, იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯამოთ ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი მსოფლმხედველობა, მსოფლმხმა, ჩვენი ეროვნულ სახელმწიფოებრივი პოზიციებისა პატრიოტთა ალიანსმა და მის ირგვლივ გაერთიანებულმა ამ ერთობამ დააყენა ინიციატივა, გამოქვეყნდა ეს ინიციატივა პატრიოტთა ალიანსის წევრების ქალბატონი ირმა ინაშვილის მედია კავშირი ობიექტივის ოფიციალურ გვერდზე, ქართული იდეის პოლიტიკურ გვერდზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ეს გავავრცელეთ და სხვა შორის სხვადასხვა ტელევიზიებმაც ეს გაავრცელეს. ძალიან კარგია რომ ეს ასეა. ეს ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ ჩატარდეს 2020 წლის ანალოგიური, რაც 2020 წელს ჩაატარა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა, მისი ანალოგიური აუდიო გამოკითხვა, განხორციელდეს საქართველოს მოქალაქეებთან ზარები, გამოიკითხოს საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ადამიანებს ვკითხოთ, ამაში უნდა იყოს ჩართული ჩვენი ინიციატივა არის ის, რომ როგორც ეს მმართველი გუნდი, ამავდროულად ოპოზიცია, ამავდროულად საერთაშორისო ორგანიზაციები, ანუ ეს უნდა იყოს კომპლექსური ერთობლივი მუშაობის ნაყოფი და არა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის განხორციელებული პროექტი, თუნდაც პატრიოტთა ალიანსის 2020 წელს მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა ჩაატარა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია რომ დღეს არ არის საკმარისი და არ იქნება იმდენად ნაყოფიერი თუ ამას მარტო პატრიოტთა ალიანსი გააკეთებს. ჩვენ მიგვაჩნია რომ დღეს ეს ყველამ ერთად უნდა განახორციელოს, როგორც ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა, ისე ოპოზიციამ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჩვენ დავსახეთ რომ სახალხო დამცველის ოფისი როგორც ნეიტრალური სივრცე ყველაზე კარგი იქნება ამის განსახორციელებლად და თუ ეს განხორციელდება ეს გამოკითხვები ამ გამოკითხვებით გაირკვევა რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას რომელ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას უჭერს ქართველი ერი მხარს ანუ რომელი პოლიტიკური ძალისა და გუნდის ამომრჩეველია რომელი საგარეო კურსის ამომრჩეველია და მხარდამჭერია და ასე შემდეგ ახლა ეს კითხვები ფართოა ამაზე შევჯამდები შეიძლება დამატება კიდევ თანამონაწილეობას ხომ თავაზობთ გეგა ჩვენ ასე ვთქვათ საზოგადოებებს საერთაშორისო ორგანიზაციებს ასევე შეიძლება ოფიციოზმაც დაამატოს იქ რომელიმე კითხვა რომელიც კონკრეტულად იქნება საინტერესო მოსახლეობის ფიქრი და პასუხი მათ შესახებ. და ჩვენი ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ჩვენ ამ გამოკითხვას შევატარებთ, დაახლოებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია 1.5 მილიონი ადამიანის გამოკითხვა მაინც ან მეტის და როდესაც აი ეს რაოდენობა გამოიკითხება, ამით ჩვენ გავარკვევთ ქართველი ხალხის როგორც მოგახსენეთ ნებას და ეს იქნება გამოვლინება იმისა, რომ მთელი მსოფლიო, მთელი კაცობრიობა, ცივილური მსოფლიო და მათ შორის საქართველოში არსებული ჯგუფები და ორგანიზაციები ყველანი ერთად ჩვენ შევჯამდებით, გავაცნობიერებთ, ერთმანეთს ხმას გავაგონებთ და გავაცნობიერებთ რა გსურს და მას შემდეგ რაც გამოვლინებული იქნება ის თუ რაც სურს ქართველ ერს, მაშინ ვერც ერთი პოლიტიკური გუნდი, ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვეღარ შეძლებს მანიპულირებას იმაზე, რომ აი თქვენ დაუშვათ რაღაც რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დღეს ჩვენ გვეუბნება, რომ არჩევნები დაუშვათ გაუყალბდა. ხო ეს ჩვენც ვამბობთ, რომ არჩევნები ჩვენც ვფიქრობთ, რომ არჩევნები გაგვიყალბა და არა ერთხელ ეს გვითქვამს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ნაციონალური მოძრაობა, ის გირჩი ნარკომანების პარტია და რაღაცა ორგანიზაციები, რომლებიც აბსოლუტურად ზურაბ ჯაფარიძეს არ შეიძლება კონდეს საქართველოს ეროვნულ ძალებზე მეტი სექტანტ ჯაფარიძეს და ნარკობარიგას არ შეიძლება იმაზე დიდი რეიტინგი გააჩნდეს,
ვიდრე გააჩნია საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. აი ეს დაუშვა და კიდევ არაერთი რამ, რაც დღეს მუდმივი განხილვისა და მუდმივი დებატების საგანია. აი ამ ყველაფერს ნათელი მოიფინება. ეს ყველაფერი გაირკვევა იგივე ქართული ოცნება, რომელიც გვეუბნება, რომ კონსტიტუციურ უმრავლესობას ფლობს. აი ესეც გაირკვევა, ფლობს თუ არა ის კონსტიტუციურ უმრავლესობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ევროპარლამენტარის ერთ-ერთი ევროპარლამენტარის ინტერვიუს ვისმენდი, ხა საქართველოს რეალური მტერიო ცხოვრობს თბილისის თავზე შუშის სასახლეშიო. ამ პიროვნებამ თქვა რა. და მთელი 31 აგვისტოს რომ ჩვენ გვიპირებენ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას და ეხლა რომ გამოდის ირაკლი ყობახიძე და რომ ამბობს რომ ძალიან კარგიაო თუ გაგვიქმებენო საქართველოს აღარ დაიცლებაო და როდესაც ამ ვიზა ლიბერალიზაციას ღებულობდა და მივიღეთ მაშინ გვამონათებდნენ და გვეუბნებოდნენ რომ აიო ყველაზე დიდი მიღწევაო ლამის მთელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევაო ქართულმა ოცნებამ დადოო და ჩვენ რომ ხო გესმით როგორი ურთიერთსაპირისპირო არის ამათი პოპულიზმი არა რომ ადამიანს შეუძლია ერთ დღეს გეუბნეოდეს რომ კარგია თუ გავიუქმებენ და ამით საქართველოს დაცლისგან და მოსპობისგან გადარჩება და წინაზე გვაზეიმებდნენ და დაჟგვაკროვინებდნენ და ხმა მოგვეცეთ იმის გამო რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია მოვიპოვეთ ანუ მე და ეს გაუთავებელ ლაპარაკზე აღარაფერს ვეთქვი უკვე ამ დიპ ის შესახებ ხა მუდმივად მახსენდება ის დათა თუთაშხიას არქიფოსეთურის სცენა და ეპიზოდი, როდესაც იქ ზებუ ჭაში ზის და რაღაცა ილუზიურ საბურველში გახვეული ხალხი ყავს, არავის პიროვნულ შეურაცხყოფას არ ვაყენებ მე ჩვენს ამომრჩეველს, მაგრამ ასე უყურებს ეს პოლიტიკური გუნდი ქართულ ხალხს და ასეთ ჭრილში განიხილავს თავის ამომრჩეველსა და მოსახლეობას. ეს ფაქტია და სწორედ ის რომ ჩვენ არ ვგავდეთ ასეთ ხალხს და სწორედ იმიტომ რომ ჩვენ რეალური ერის ნების ხატველი საზოგადოება გავხდეთ. მიხაკო წერეთელი ამბობს, ერის პოლიტიკური მიზანდასახვა არის საზოგადოება. ერი უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებას, არ უნდა გააჩნდეს ერს ნება და პოლიტიკური მიზანდასახვა ამ ეროვნული ნების განსახორციელებლად და ეს რომ განხორციელდეს და ჩვენ რომ გქონდეს მიზანდასახული განხორციელების საშუალება ჩვენი ეროვნული ინტერესების ამოცანებისა და ნებისა, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ და გავიგოთ რა არის ჩვენი ნება. ანუ ჭეშმარიტი დემოკრატია რომ გავაცნობიეროთ რა გსურს ქართულ ხალხს. ამისათვის აი ეს ინიციატივა, პატრიოტთა ალიანსის ეს ინიციატივა, ამ გამოკითხვის ჩატარების ინიციატივა არის უალტერნატივო და საუკეთესო გზა და მეთოდი. თან ეს არის გაუყალბებელი ვიდეოზარებს, აუდიოზარებს ვერავინ ვერ გააყალბებს. ეს დატესტილი, გამომუშავებული მეთოდია. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ქართულ ხალხს, ჩვენ მოუწოდებთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს დაგვიდექით ამ იდეაში, ამ ინიციატივაში გვერდში, ჩვენ მოუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას დაგვიდექით ამაში ყველამ ერთად მთელმა ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს სრულმა მოსახლეობამ მთელმა ერმა ჩვენ ერთობლივად უნდა ჩავატაროთ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და დახმარებით ანუ ეს უნდა იყოს საერთო დიდი პროექტი რაც ნათელს მოხდენს ქართველი ერის ნებას მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ იმას რომ ქართველმა ერმა აღასრულოს შემდგომ ეს ნება და ის რასაც ყობახიძე გვეუბნება რომ deep state-ის დაკვეთით 10 დეპუტატი ჩასვეს სიაში და 10 დეპუტატი შემოგვაჩეჩეს პარლამენტში და პრემიერ-მინისტრიც კი ესე იგი უცხოეთის აგენტი ყოფილა ნუ გახარიაზია ლაპარაკი და ეს 10 დეპუტატი არ ვიცი მე ვის გულისხმობდა ყობახიძე აი ასეთი სისულელეებით კვება ასეთი სისულელეებით პოპულიზმი რომ წერტილი დაესვას აი ასეთ მარაზმს მე სხვანაირად ამას ვერ ეს დანაშაულის აღიარებაა ეს ერთი დანაშაულის აღიარებაა მე ვფიქრობ რომ აუცილებლად სისხლის სამართლის საქმე არის ამაზე როცა ამის დრო მოვა აღსაზრდელი რომ უნდა გაირკვეს რას ნიშნავს ესე იგი 2012 წლის შემდეგ ჩვენო არჩევნებს ვაყალბებდითო ამ ხალხმა ეს გითხრა უცხოეთის აგენტები შეყვავდა პარლამენტში იმიტომ რომ ზარს ანხორციელებდა deep state-ო ჯერ ვინ არის ეს deep state და რა არის deep state ეს ნუ ცალკე კიდევ რაღაცა არის მაგრამ ვიღაცა საიდანღაც ზარს გვინხორციელებდა და ამის გამო ჩვენო ისე ვაკეთებდით როგორც გთხოვდნენ ეს რაზე მეუთითებს იცი გეგა უბრალოდ მათ ფსიქოლოგიურ დეკადანსზე და მათ ფსიქოლოგიურ სახეზე რა კონკრეტულად შეიძლება ითქვას რომ აი ცა ქუდათ არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად გეუბნებიან რომ ჩვენ თუ მანამდე რაღაცა დაუშვათ ისე მოხდა ჩვენს მართლობაში რომ ის შეიძლება დანაშაულად იყოს დაკვალიფიცირებული თუ რა ასე შემდეგ შეცდომად ამას მნიშვნელობა არ აქვს ეხლა ვართ ჩვენ სწორ პოზიციაზე მე როცა დაგჭირდება შეიძლება კიდევ ჩავიდინოთ კრიმინალი და ანტისაქვეყნო მოქმედება მაგრამ მე კიდე გამოვასწოროთ რამე თუ
ჩვენ ვართ მხსნელი ამ ქვეყნისა, ჩვენ ვართ ბატონ პატრონი და ჩვენს ბატონ პატრონი გვყავს. აი, როგორი ვითარებაა, იცით? თქვენი ბატონი შეპყრობილია. იცის ახლა ვისაც მივმართავ. აი, შეპყრობილის დაპყრობილი ადამიანები რომ იპყრობს დანარჩენ ქვეყანას. აქ ძალზედ დიდ პარადოქსთან და უბედურებასთან აქვს საქმე, მინდა ვთქვა, შეპყრობილის მიერ დაპყრობილი ზომბად ქცეული გარკვეული სეგმენტი იპყრობს დანარჩენ ქვეყანას. ეს ხომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ასევე ვერ გაგრძელდება პატიმრების საქმე. იცით რა, როცა ახალგაზრდობას შენ აჩერებ, ახალგაზრდობის გაჩერებას და დათრგუნვას ცდილობ, დაჭერებით იმ უკანონო სასამართლო ვერდიქტებით და სასამართლო ვერდიქტომანია საიდან მოდის თუ არა იმ ყბადაღებული თქვენვე რომ დაგესესხოთ ჩინჩალაძე მურუსიძის კლანიდან, რომლებიც ეხლა თქვენ სანიმუშოდ და უვადოდ ყავთ გამწესებული. წარმოიდგინეთ, ამპლუა არ დატოვეთ, ამპლუა რომ არა მხოლოდ პორტირებულნი, არამედ ძალზედ საეჭვო ბიოგრაფიის თითითიცე რომ არ მიუდიათ ეროვნულ საქმეში ასეთი ადამიანების, ანუ რეალურად მოკლედ შეიძლება ითქვას, გასვლილების როტაცია ცდილობენ გასასვლელებით. გაუსვლელებით ან გასასვლელებით, რამე თუ როცა ასეთ ტაქტიკას და პოლიტიკის, ასე ვთქვათ, რელსებზე დგას ხელისუფალი, ხომ? ის არ დაზოგავს არავის, აკი დაერიან ერთმანეთს, ეხლა აკუმულაცია თანხების მიმდინარეობს წინა საარჩევნოთ, რამე თუ რადგან ძალიან ბევრი ფული სჭირდებათ მათ. თავისიანების მოსყიდვისთვისაც კი. ასე რომ დიდი ტემპით მიდიხართ, როცა დათრგუნვას ცდილობთ დაჭერებით, თქვენ უკვე ახალგაზრდების დაჭერებით. თქვენ უკვე თვითგამანადგურებელი რეჟიმზე ხართ გადასული რა სამწუხაროდ და ერთგვარი პოლიტიკური ხარაკირია ეს. მინდა გითხრათ, რაც ძალზედ ცუდად აისახება. ამაზეც რომ ვლაპარაკობთ, აი თუნდაც ეხლა რაც შენ თქვი, ახალგაზრდების დაჭერა, საუბარი რაზეც დავიწყეთ. რითაც დავიწყე საუბარი. ამაზეც პრეტენზია აქვს, კაცო, თქვენო, ესე იგი ეს იმეებსო, ნაცების აქტივისტებსო და მეტი არა აქვს სათქმელი, ნაცებზე ვინ უნდა ილაპარაკოს, გეგა 76 დეპუტატი ნაცი ყავთ, კაცო, ვიზე უნდა ილაპარაკოს, თავი გაანძრიონ, ან კედელს შემოარტყან, კაცო. დაუშვებელია ეს. მაგას ვეუბნები მე მეოცნებებს, რომლებიც კიდევ ბრმავდებით რა. გადახედეთ ყველაფერს. რა, თქვენც მოგადგებიან ძალიან მალე. იცოდეთ ეს თქვენ ძალიან კარგად. ასე რომ, მე იმ ახალგაზრდებიდან გამოვკვეთ იმ ჯანსაღ ნაწილს, რომელთაც ვერც კი უმტკიცებთ დანაშაულს. და არა მხოლოდ მამაკაცებს, ქალბატონებიც დაკავებული ხარ. ეს დამოკიდებულებები ზოგადად, ეს თითის გაშორა, ეს იარლიყების მიწეპება, ეს სილისწამება, რაზეც მე წეღან საუბრობდი, ეს გარდა იმისა, რომ პირველ რიგში უმთავრესი რაც არის სულიერი თვალსაზრისით და უმძიმესი ცოდვა და სილისწამება, ამავდროულად ეს არის არაკაცული საქციელი, როდესაც შენ ეროვნულად მოაზროვნე პატრიოტულ ძალას აწეპებ რაღაცა უნამუსოდ იარლიყებს და ნაცების ის დაემსგავსებ და ეს არ არის კაცური და არ არის ღირსეული ესეთი დამოკიდებულება. დაუშვებელია ესეთი ლაპარაკი და შერიგებას, ურთიერთ სოლიდარობას, ურთიერთ სიყვარულს ამ ქვეყანაში ალტერნატივა არა ღირსი მამა გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი ბრძანებდა ქართველი ერმა უნდა გადაარჩინოს სიყვარულმაო. სიყვარულის ტალანტი აქვს ბოძებული ქართველ ერს და სიყვარულით გადარჩებაო. თუ სიყვარული არ გამრავლდება, თუ ურთიერთ სოლიდარობა, ურთიერთ თანადგომა არ გამრავლდება ქართველ ერში და ეს ბოროტი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ გაგრძელდება, აუცილებლად მივა ქართველი ერი დიდ კრახამდე, დიდ ფიასკომდე და ძალიან დიდ სასჯელებამდე. და ჩვენ გვთავაზობთ ამას, ერთსულოვნებას, ერთობას და ერთიან მოქმედებას იმისათვის, რომ გავიგოთ რა არის, როგორც მოვა ჩვენი ნება და ის თუ როგორ უნდა გავიგოთ, ამაზე მე უკვე მოგახსენეთ. და რაც შეეხება გეგა, ეხან აღნიშნავდა გეგა, ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი გამოკვეთა, რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ანტისახელმწიფოებრივი უზნეო გამონათქვამებით და არა მხოლოდ გამონათქვამებით, იქ კულტივაციით, პირდაპირ ეთერში რელიგიური სექტა ჩამოყალიბდა და ასევე დეზერტირობას აკულტივირებდა. ის რომ თავმოყარე სახელმწიფო და მართლაც სახელმწიფო.
ყოფილიყო ამ ადამიანებს, რომელთაც არანაირი პოპულარიზაცია არ ჰქონდათ, იმის გამო კი არ დააკავებდა, რომ წულკიანის კომისიაზე არ მივიდა. ხო, თუნდაც აი რამოდენიმე გვარია, კიდევ რამოდენიმე გვარია, გეგა, რომელთაც წარმოიდგინეთ, გამადიდებელი არ სჭირდება და არანაირი წიაღსვლა. თუ ძალზედ შორთაროზე არ შემოიდო მათი საქმე, როგორ შეიძლება ამ ადამიანების დაკავება კომისიაზე მიუსვლელობის გამო, ესეც ხომ სამართლის სიკვდილია და იურისპრუდენციის გარდაცვალება, დაღუპვა საქართველოში და ესეც თქვენი გამოისობით და თქვენი მეცადინეობით ხდება. ასე რომ შემოთავაზებებზე გითხარით, გაგიმეორეთ კავშირში აუდიო გამოკითხვასთან, კავშირში მემორანდუმთან, რომლის ძალითაც აუცილებლად შეუძლია ქართველ ერს გამოიწვიოს კანონიც კი და რა თქმა უნდა ყველა არჩეული ნებისმიერი რანგის ჩინოვნიკი, დიახ, როცა კონსტიტუციაში ჩაიდება. ამასაც გთავაზობთ, რომ კომისიის სახე, ანუ რეაქცია გვაჩვენეთ. ხართ ემპათიურნი? მოგწონთ ეს აი თვითონ სიტყვა თქვით. აბა როგორ უყურებთ ამ პროექტებს, მაგრამ როცა სირაქლემას პოზიციაში ხართ და სულ მართალიას პრინციპს აგრძელებთ, ძალიან ცუდად დაასრულებთ. ჩვენ რამოდენიმე წამი დაგვრჩა და მინდა რომ მაყურებელს გავახსენო, უბრალოდ ვუთხრა, რომ რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ კვლავ დაბრუნდებით და კვლავ შევეცდებით თავი არ მოგაწყინოთ და საინტერესო სტუმრით აუცილებლად. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და დროებით გემშვიდობრებთ. არ გადართოთ. კი ბატონო.